მეცხრე გაკვეთილზე ჯონ ბივერი მოგვიწოდებს წინა ყუდგეთ მტერს და თავი დავიცვათ მისი ხრიკებისაგან. მოგესალმებით სასწავლო პროგრამა შეუპოვარის ვიდეო გაკვეთილის ჩაწერაზე. ჩვენ უკვე მეცხრე გაკვეთილზე ვართ. ძნელია იმის დაჯერება, რომ უკვე ამდენი გავიარეთ. ამ გაკვეთილის სახელწოდებაა წინ აღუდეკით ეშმაკს. დღეს მივმართავ პეტრეს სიტყვებს, რომლებსაც ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ. ჩვენ დეტალურად გავარჩევთ მის სიტყვებს. მაშ ასე ვკითხულობთ პირველი პეტრეს მეხუთე თავის მერვე მეცხრე მუხლებს, სადაც პეტრე ასეთ რაღაცას ამბობს. პეტრე ამბობს, მღვიძარენი იყავით და იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაწრწის როგორც მრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს, წინ აღუდეკით მას მტკიცერ წმენით. ნუ იქნებით ერთ-ერთი, ვინც უნდა ჩაყლაპოს, წინ აღუდეკით მას მტკიცერ წმენით. ის ამბობს, იფხიზლეთ და იყავით მღვიძარენი. ამის შესახებ თუ დრო დაგვრჩება, გაკვეთილის ბოლოს ვილაპარაკებ, მაგრამ ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგ სიტყვებზე. პეტრე ამბობს, წინ აღუდეკით მას მტკიცერ წმენით. პეტრე პირდაპირ ლაპარაკობს ბრძოლაზე. ის ამბობს, რომ ეშმაკი და მისი დამქაშები ლომებივით არიან. ნებამომეცით გითხრათ, რომ ეშმაკი ლომი კი არ არის, ის ლომივით არის. ხვდებით, წმინდა წერილში იგი მოხსენიებულია როგორც გველი, როგორც გველეშაპი, ქურდი და სხვა, მაგრამ არა როგორც ლომი. ის მრდღვინავი ლომივითაა, მაგრამ ლომი არ არის. ლომი არის იესო. ლომი იუდას ტომიდან გამოცხადების მეხუთე თავის მეხუთე მუხლი და იესოსა და ეშმაკს შორის არანაირი მსგავსება არ არსებობს. პეტრეს მხედველობაში აქვს ის, რომ ეშმაკი როგორც მშიერი ლომი ეძებს ნადავლს. ის ნამდვილად გადაყლაპავს მსხვერპლს, თუ მას ამის საშუალება მიეცემა და ის ამას უმოწყალოდ გააკეთებს. კარგად გააცნობიერეთ, რომ იგი დამარცხებული მტერია, თუმცა ამავდროულად სასტიკი მოწინააღმდეგე და ჩვენი მხრიდან იგი სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. მას ჩვენს მიმართ არანაირი სიბრალული არ გააჩნია და მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს, მოკლას მოიპაროს და გაანადგუროს. თუ ტანზანიაში კაციჭამია ლომების ტერიტორიაზე მოხვდები, ნამდვილად არ ისურვებ იმ მიდამოებში იარაღის გარეშე ფეხით სიარულს. უიარაღოდ დიდი შანსია, რომ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე, ხომ ასეა? გონიერი კაცი თან შაშხანას იქონიებდა და მისი გამოყენების წესებსაც გაეცნობოდა. თუ შეიარაღებული ფხიზელი და მღვიძარე ხარ, მაშინ მზადყოფნაში იმყოფები, რათა იბრძოლო და გაიმარჯვო. ჩვენ გვაქვს იარაღი, მას არაფერი გააჩნია, ის განიარაღებულია. პეტრე ამბობს, წინ აღუდეკით მას. თაილერი ამ სიტყვის შემდეგ განსაზღვრებას იძლევა, საწინააღმდეგო ცვლა, შეწინააღმდეგება. სტრონგი კი მას განმარტავს როგორც პირისპირ დგომას, წინააღმდეგ გამოსვლას. ინგლისურ ლექსიკონში კი წინ აღუდეკი განიმარტება როგორც შეჩერება მოქმედებით ან არგუმენტით. უდაოა, რომ ეს სიტყვა სასტიკ ბრძოლას, აგრესიულ კონფლიქტს გამოხატავს. მოდით კიდევ ერთხელ მოვისმინოთ იესოს სიტყვები, იგი ამბობს, აჰა, სახელითი ნიშანი. გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას, დასათრგუნავად მტრის ყოველი ძალისა, რომელსაც ისინი ფლობენ, თქვენ კი არაფერი გევნებათ. ლუკას 10:19 მუხლი, ინგლისური ვერსია. ხომ შესანიშნავია, ეს სიტყვები გვამხნევებს, ღმერთის აღთქმა გვარწმუნებს, რომ თუ შევიმოსებით მისი ძლიერი მადლით, ვერავინ და ვერაფერი მოგვაყენებს ზიანს. ეს ფრიად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისათვის საჭიროა ჩვენთვის მოცემული ძალა გამოვიყენოთ. თუ ასე არ მოვიქცევით, აღთქმა ვერ იმოქმედებს და მტერი ზიანს მოგვაყენებს. კარგი დროა რომ ვთქვათ ამინ. სწორედ ამიტომ გეუბნება პეტრე წინ აღუდგეთ ეშმაკს. იგი არ ამბობს ილოცეთ და ღმერთხოვეთ რომ მოგაშოროთ იგი. არა, მე და შენ გაბედულად მიზანდასახულად და მთელი ძალით უნდა შევეწინააღმდეგოთ მას. წმინდა წერილში ვერსად ვერ შეხვდებით მუხლს, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთს უნდა ვთხოვდეთ ჩვენი ცხოვრებიდან ეშმაკი განდევნოს. საქმე იმაშია, რომ მას ამის გაკეთება არ შეუძლია. რას ამბობ ჯონ? არ მგჯერა, ნუ თუ ეს თქვი, ღმერთმა მთელი ძალა უფლება ადამიანს მისცა დედამიწაზე. იგი საკუთარ სიტყვას ვერ შეცვლის. მას უნდა, რომ შენ თვითონ შეეწინააღმდეგო ეშმაკს. ლუკას 10 თავის მე-20 მუხლში იესომ თქვა, სულები გემორჩილებიან თქვენ, ჩემი სახელით.
ჩვენ უნდა ვიმეფოთ დედამიწაზე. იესოზე უკეთესად ამას ვისგან ვისწავლით. როდესაც სულიწმინდა მიგი უდაბნოში წაიყვანა, ჩვენ სამი ისტორია გვაქვს 40 დღიანი მარხვის შესახებ, როცა მტერი იესოს ცდუნებას ცდილობს. როგორ მოიქცა იესო? ილოცა და მამას უთხრა, მომაშორე ეშმაკი იგი მებრძვის. არა, იესომ შეხედა მას და თქვა, დაწერილია. რატომ ამბობს იესო დაწერილია? იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა არის მახვილი. იესომ უთხრა, დაწერილია. იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა არის მახვილი, პირდაპირი გაგებით ის მახვილია. მინდა თვალები დახუჭოთ და წარმოედგინოთ სიტყვა როგორც მახვილი, ის იარაღია, ის ნამდვილია. მეცაც გეტყვით, ის უფრო რეალურია ვიდრე ნამდვილი იარაღი. შესაძლოა თქვენ გაქვთ თოფი. შეიძლება ვინმეს მახვილიც ჰქონდეთ, მაგრამ ის ვერ იქნება ისეთი ძლიერი და ნამდვილი, როგორცაც შენ ღმერთის სულში ფლობ. შენ გაქვს სულის მახვილი. ეს ის მახვილია, რომელიც გამოდის იესოს პირიდან მეორედ მოსვლის დროს, როდესაც ის კვლავ ბრუნდება დედამიწაზე, რათა იმეფობს. მაშასე, იესოს არასოდეს უთქვამს მამისათვის, ეშმაკი მოეშორებინა მისი ცხოვრებიდან. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ მას. პეტრი ამბობს, წინააღმდეგით მას. იაკობი გვეუბნება, წინააღმდეგით მტკიცე რწმენით. რამდენიმე წლის წინ ერთი ხუცესი მოვიდა ჩემთან ოფისში, სანამ ცოცხალი ვარ, ეს არ დამავიწყდება. წარსულში იგი ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას ეწეოდა. უფალმა ის სასწაულებრივად იხსნა. ჩვენ ერთად შრომობდით ფლორიდაში ერთ ეკლესიაში. არასოდეს დამავიწყდება ამ კაცის ყოფნა ქებადიდების მსახურებაზე, ცრემლების დიოდა გაყაყუპით. ის ნამდვილი ღვთისმოსავი კაცი იყო. ის კარგი მეუღლე და მზრუნველი მამა იყო. ნამდვილი ღმერთის კაცი იყო. ჩემზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა მისი ცრემლების დანახვა, რადგან იგი ამ დროს იმაზე ფიქრობდა თუ რა გააკეთა იესომ მისთვის და როგორ იხსნა დაღუპვისაგან. მახსოვს ის დღე, როდესაც კარზე დააკაკუნა, შემოვიდა და სასაუბროდ დავსხედით. თავიდან ზოგადად ვსაუბრობდით. შემდეგ კი ცოტაოდენი პაუზის შემდეგ მან მითხრა, ჯონ, უნდა დაგელაპარაკო. მან თავისი ისტორია მიამბო, მის ოჯახში ბევრი მამაკაცი ადრეულ ასაკში გულის დაავადებით გარდაიცვალა. ჯონ, გამუდმებით იმის შიში ვარ, რომ გულის შეტევით მოკვდები, მითხრა მან. ვერ ვიშორებ უეცარი სიკვდილის მოლოდინით გამოწვეულ შიშს. მიჭირს მასთან გამკლავება. მთელი გულით ვლოცულობ, ვთხოვ უფალს გამათავისუფლოს ამ შიშისგან და მისგან გამოწვეული საშინელი შეგრძნებისაგან. მითხრა, ჯონ, თქვათ მანქანით მივდივარ და უეცრად ეს შიში მიპყრობს. ვოფლიანდები და ტანსაცმელი სულ მთლად მისველდება. მე უბრალოდ არ შემიძლია, ვერ ვიშორებ უეცარი სიკვდილის მოლოდინით გამოწვეულ შიშს. ექიმთან ვიყავი, გამოკვლევები ჩავიტარე და ყველაფერი რიგზია, მაგრამ მაინც მიჭირს ამ შიშთან გამკლავება. გმარხულობდი, უფალს შევთხოვდი. და როგორც კი ეს სიტყვები თქვა, იმ წამს გავაჩერებ, კითხე, პირდაპირ ეშმაკს მიმართავ. იცი რა, მიპასუხა მან. შეგიძლია ღმერთს ყველაფერი შესთხოვო, მაგრამ იგი გეუბნება, რომ შიშის სულს უნდა შეეწინააღმდეგო. იცი კენ, მოდით მას პირობითად კენს დავარქმევ. არის შემთხვევები, როდესაც ეშმაკი მთელი ძალით გვიტევს მე და ჩემს ოჯახს. იცი, ზოგჯერ ყელში მაქვს ამოსული ამდენი ბრძოლა. ამ დროს მივდივარ განმარტოებულ ადგილას, სადაც უფლის გარდა ვერავინ მომისმენს. შემდეგ ხმამაღლა შევძახებ ხოლმე უფალს მთელი ჩემი არსებით. ბიბლია ამბობს, რომ მართალი კაცის მხურვალი ლოცვას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. სწორედ გაძლიერებული ლოცვა აკეთებს ძალიან ბევრ რამეს. ეფექტური ლოცვა ეს გაძლიერებული ლოცვაა. განმარტოვდები და ვამბობ, კარგი ეშმაკო, რადგან ომი გინდა, ომსაც მიიღებ. მაშინ წინასწარ იცოდე, რომ დამარცხდები, რადგან მე მაქვს მახვილი, შენ კი არა. ამიტომ ავიღებ ამ მახვილს და დაგანაკუწებ და თუ მაშინაც არ გამშორდები ამ ნაკუწებს უფრო დავანაწევრებ, მანამ სანამ წრწოლვით არ გამშორდები. ვერ წარმოვიდგენ რამდენჯერ მილოცია ასე. დავუთხარი, ასე ვაკეთებ და შესაბამისად შედეგსაც ვიღებ. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, მერე ვილოცე მისთვის და ის წავიდა. 6 თვის შემდეგ ჩემს კარზე ისევ გაისმა კაკუნი. კვლავ პასტორი კენი მესტუმრა. იგი სერიოზული გამომეტყველებით მოვიდა. შევატყე, რომ დამძიმებული იყო. მივხვდი, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა, ღმერთო, ჩემო კარგი ამბავი არ უნდა იყოს, გავიფიქრე მე. შემოვიდა დაჯდა და ვეკითხები, რა მოხდა კენ?
წინასწარ ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა. ჯონ, ახლა ყველაფერი უარესადაა მითხრა მან. რას გულისხმობ, კითხე კენს. ჯონ, შიშთან ბრძოლა ახლა უფრო ხშირად მიწევს, ვიდრე 6 თვის უკან, თითქმის ყოველ დღე. სულ ვოფლიანობ. მეშინია რომ გულის შეტევა დამემართება და მოვკვდები. ტანსაცმელი გასაწური ხდება, გაბედულება დავკარგე. ძალიან მიჭირს სხვა ადამიანებს მოვემსახურო პირადი პრობლემის გამო. ჯონ, ვიმარხულე, ვილოცე კიდეც ღმერთ შევთხოვდი დამხმარებოდა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ნამდვილად შევიშლები, მაშინ მე ვკითხე მას. კენ, თუ გააკეთე ის, რაც გთხოვე რამდენიმე თვის წინ, განმარტოებულ ადგილას თუ გადიოდი და თუ ებრძოდი ეშმაკს პირისპირ, ღმერთის სიტყვებით ელაპარაკებოდი მას. იცი არა, მიპასუხა მან. მე გავბრაზდი, კენ, არაფერი მოხდება, არაფერი შეიცვლება მანამ სანამ პირდაპირ არ შეხვდები მტერს, სულის מחვილით, ღმერთის სიტყვით. მან თავი ჩაღუნა, ჩანდა რომ წასვლას აპირებდა. კენმა ჩემი რჩევები არ გაითვალისწინა, არ დაიჯერა, მაგრამ მაინც მოვიდა, რადგან იცოდა რომ სხვა ადამიანებმა რჩევა და დახმარება მიიღეს ჩემგან. ის რწმენის კაცი გახდა და ნამდვილად სჯეროდა რომ ღმერთი თავისი ძალით უპასუხებდა მის თხოვნას. ფიქრობდი რომელი მაგალითი მომეყვანა მისთვის და უეცრად სულიწმინდამ კარგი ილუსტრაცია გამახსენა. შეგიძლია წარმოიდგინო რომ შენი რომელიმე შვილი ომშია, ვთქვათ ერაყის ომში. ბრძოლის დროს მტერმა შეუტია და ჯარისკაცი ტელეფონთან მიძიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ურეკავს, რადგან ის მთავარსარდალია. ჯარისკაცი პრეზიდენტს ეუბნება, ბატონო პრეზიდენტო, ძლიერი ცეცხლი გამიხსნეს. მტერი მესვრის და ჩემი განადგურება უნდა. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მოდით და გაანადგურეთ მტერი, რომელიც ჩემი სიცოცხლის მოსპობით იმუქრება. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი რას უპასუხებს ამ ჯარისკაცს? ის ეტყვის, მე რას მირეკავ? საუკეთესო სამხედრო წვრთნები გაიარე, რაც კი შეიძლება არსებობდეს. საუკეთესო იარაღით აღჭურვე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ძალაუფლება მოგანიჭე მტრის გასანადგურებლად. ჯარისკაცო, გვერდზე გადადე ეგ ყურმილი და შეებრძოლე მტერს. კენს თვალები გაუბრწყინდა, როდესაც ეს თქვი. მიხვდა რაც უთხარი. შენ ხარ ის მეომარი, რომელიც წინ უნდა აღუდგეს ეშმაკს. შენ ხარ ის, რომელმაც მახვილი უნდა გამოიყენოს. მან შემომხედა და მე მივხვდი, რომ ჩაწვდა იმას, რაც უთხარი. კენი ოფისიდან იმედით და რწმენით აქვსილი წავიდა. 3 კვირის შემდეგ ისევ მესტუმრა. მის სახეს ღიმილი ამშვენებდა, თვალები უბწყინავდა და ხმაში სიმხნევე ეტყობოდა. რა ხდება, ვკითხე მას. მოუთმენლად ველოდი მისი პასუხის გაგებას. მან მითხრა, ჯონ, უნდა მოგიყვე რაც მოხდა. რა მოხდა, ვკითხე, მან დაიწყო. მე და ჩემი ცოლი მსახურებაზე მივდიოდით და გულის შეტევით სიკვდილის შიშმა მომიცვა. ოფლმა დამაცხა და ტანსაცმელი სულ მთლად დამისველდა. უეცრად გავბრაზდი, შენი სიტყვები გამახსენდა. ჩემი ცოლიც იქვე იყო, მაგრამ ის ვერ მიხვდა რა ხდებოდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა ხდებოდა ჩემს თავს. საერთოდ გონზე არ იყო. მრისხანებამ დუღილი დაიწყო ჩემში, ისე რომ გვერდზე მჯდომი ჩემი ცოლისათვის ყურადღებაც არ მომიქცევია, მუშტი დავარტყი მანქანის წინა მხარეს. ჩემი ცოლი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ის შიშისაგან შეხტა. მე დავიყვირე, ეშმაკო, მორჩა, დავიღალე შენით და ამ შიშებით. და შემდეგ ხმამაღლა მთელი ძალით დავიწყე მის ციტირება თუ რას ამობდა ღმერთი ჩემი სიცოცხლის შესახებ. ჯონ, როდესაც მანქანას მუშტი დავარტყი, დავთქვი, ეშმაკო, გეყო, უეცრად ხილვა მომეცა. ვიხილე ზეცა და ტახტზე მჯდომი იესო. და რა წამსაც სატანას შევუტიე, დავინახე იესო, რომელიც სიხარულისაგან წამოდგა, ხელები მაღლა აწია და შესძახა. დიახ! კენმა სიცილი დაიწყო და თქვა, ჯონ, თითქოს იესო ამბობდა, შენგან დიდი ხანია ამას ველოდი. იმის შემდეგ მას მსგავსი პრობლემა აღარ ქონია. 25 წელიწადი გავიდა, ის კაცი ისევ ცოცხალია, ჯანმრთელია და ღმერთს ემსახურება, ფიზიკურად და სულიერადად ჯანმრთელია. ამინ. მოდით პეტრეს სიტყვები წავიკითხოთ. პეტრი ამბობს, მღვიძარენი იყავით და იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაწერწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს. წინ აღუდეგით მას მტკიცე რწმენით, ყველამ ერთად თქვაც, მტკიცეთ. კიდევ გაიმეორეთ. თუ გახსოვთ, სიტყვა მტკიცე სიტყვა შეუპოვრის სინონიმია. ეს არის ის საკითხი, რომელშიც ბევრი მორწმუნე ბრძოლას აგებს. ბიბლია არ გვასწავლის იმას, რომ თუ მტერს ერთხელ შევეწინააღმდეგებით, ის მეორედ აღარ მოვა და აღარ შეგვებრძოლება. არა, პირიქით, ის კიდევ და კიდევ შეეცდება ამის გაკეთებას. წლების განმავლობაში დავინახე, რომ სწორედ ამ საკითხში კარგავენ ქრისტიანები მოშურნეობას და მარცხს განიცდიან. ისინი ფიქრობენ, ალბათ მე ეს არ გამომდის, ან ის არ გამაჩნია, რაც ბრძოლისათვის არის საჭირო. ეს დიდი ტყუილია. კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით. ლიზას პატარაობაში ჭვალი აწუხებდა. რა არის ჭვალი?
ეს გართულება ჩვილ ბავშვებს ემართებათ. რა თქმა უნდა, ყველა პატარა ბავშვი ტირის, მაგრამ ბავშვი, რომელსაც ჭვალი ადგება, ზოგჯერ რამდენიმე საათი გაუთავებლად ტირის, რადგან ტკივილს არაფერი არ აყუჩებს. ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვი 3 თვისაა და შეიძლება 1 ან 2 თვე გაგრძელდეს. ზოგ შემთხვევაში 3 თვეც. ექიმებმა ზუსტად არ იციან რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ეს ჩამოუყალიბებელი საჭმლის მომნელებელი სისტემის შედეგად ვითარდება. ჩვენს პირველ შვილს ედისონსაც ჰქონდა ეს დაავადება, მახსოვს როგორ ტიროდა იგი უმიზეზოდ, ვერაფრით ვაწყნარებდით, ხელებში ამყავდა, ვეფერებოდი, ხანდახან ლოცულობდი მისთვის. უბრძანებდი, რომ დაავადებას დაეტოვებინა იგი. შემდეგ ამ ლოცვაში ხანდახან ჩაეძინებოდა ხოლმე. ასე გრძელდებოდა ყოველ დღე. რამოდენიმე კვირის შემდეგ ერთ საღამოს ლიზა სააბაზონოში იყო შესული, მე კი უკვე ლოგინში ვიწექი, დასაძინებლად ვემზადებოდით. არ მახსოვს, მგონი რაღაცას ვკითხულობდი. უეცრად ბავშვის ოთახიდან შემაძრწუნებელი ტირილის ხმა შემომესმა. გავიფიქრე, ისევ დაიწყო. საწოლიდან წამოხტი, საყვარელო მე მივხედავ, გავძახე ლიზას. საათს შევხედე, უკვე პირველის 12 წუთი იყო. ბავშვის ოთახისკენ გავიქეცი, ედისონი ხელში ავიტაცი და ტკივილს იესოს სახელით ბავშვის სხეულის დატოვება ვუბრძანე. 10 წუთის შემდეგ ჩაეძინა. მეორე ღამეს უკვე ორივენი ვიწექით და ისევ საშინელმა ტირილის ხმამ გაგვაღვიძა. ლიზას შევხედე და ვუთხარი, ისევ დაიწყო მეთქი. საწოლიდან წამოვდექი და საათს შევხედე. ისევ პირველის 11 წუთი იყო. დამთხევაა, ვიფიქრე მე. ედისონის ოთახში შევედი გულში, მაგრამ ჩავიხუტე, ტკივილს ვუბრძანე იესოს სახელით, რომ განშორებოდა ჩემს ჩვილ ბავშვს და სულით ვლოცულობდი. მესამე საღამოს იგივე განმეორდა, ლიზა სააბაზანოში იყო, მე კი უკვე ვიწექი. ამჯერად საძინებლიდან საშინელი ტირილის ხმა მოგვესმა. ვთქვი, ღონდეს არა. საწოლიდან წამოვდექი, საათს შევხედე, ვიფიქრე, თვალი ხომ არ მატყუებს მეთქი. მესამე საღამოს კვლავ ზუსტად პირველის 11 წუთზე გაისმა ბავშვის ტირილის ხმა. ძალიან გაუბრაზდი. შევიჭერი ჩვენი შვილის ოთახში და არასოდეს დამავიწყდება ის, რაც მაშინ იქ მოხდა. არასოდეს არ დამავიწყდება. ამჯერად ხელში არ ავიყვანე ბავშვი. დავხედე ჩემს პატარა ბიჭს, ჩემს თვალებში გიზგიზებდა ცეცხლი და ვიგრძენი, რომ მხოლოდ მე არ დავყურებდი მას, რომ ამ თვალებიდან კიდევ ვიღაც სხვა დაჰყურებდა მას. ეს იყო სული წმინდა. ჩემს შვილს მკერდზე ხელი დავადე, აი ასე. და განრისხებული გავყვიროდი. ჭვალის და უძლურების სულო, ყელში ამომივიდა ჩემი შვილის ტანჯვა. ვამსხვრევ იმ წყევლას, რომელიც ლიზას ოჯახიდან გამოვიდა და იესოს სახელით გიბრძანებ შენი ბინძური ხელები მოაშორო ედისონს. ახლავე გაშორდი აქაურობას და აღარასოდეს აღარ დაბრუნდე. ყურადღებით მომისმინეთ. შეიძლება იფიქრო, რომ ასეთი სიტყვები ბავშვი აშინებდა, უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. პატარა ედისონმა მყისვე შეწყვიტა ტირილი და საყვარლად შემომხედა და შემდეგ დაიძინა. იმ ღამის შემდეგ მსგავსი პრობლემები აღარ შექმნია. ახლა კი ნება მომეცით გიამბოთ, მე თვითონ რა გადავიტანე. პირველ ღამეს, როდესაც ბავშვი ატირდა, ვაღიარებ ვიფიქრე, ეს არ ჭრის, ამდენს ლოცულობ მისთვის და უკეთესობა არ არის. შედეგს ვერ ახდევ, რწმენა არ გაქვს. ჯონ, შენი ლოცვები არ მოქმედებს. 2 კვირაა, რაც ედისონისთვის ლოცულობ. შეეგუა სინამდვილე, შენი მცდელობით ვერაფერს ვერ შეცვლი. შენს ლოცვას შედეგი არ მოაქვს, შენი ლოცვა არ არის ეფექტური. მესამე ღამეს განმეორდა იგივე. საერთოდ რატომ დგები საწოლიდან? გაუშვი ლიზა მივიდეს და მოეფეროს, შენი მცდელობა უშედეგოა, მაინც არაფერი შველის. მაგრამ ლოცვა მოქმედებდა. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ მტერი ძალიან ცბიერია. ის ისეთი ცბიერია, რომ ნებას მოგცემს მის წინ ხმალი მოიქნიო და მაინც უკან არ დაბრუნდება. გესმით? ის პატარა ჩიხუახუას გავს. იცით, ამ პატარა ძაღლებს გონიათ, რომ დობერმანები არიან. მოგვარდებიან კოჭებში და ყეფას დაიწყებენ. ხომ ასე ხდება? შენ აგდებ, ის კი მაინც უკან ბრუნდება, გიტევს. აგდებ და კიდევ გიტევს. ბოლოს ყელში ამოგივა და დაუყურებ, გაეთრია აქედან. ცნობისათვის მე ასე არასდროს გამიკეთებია. რა ხდება შემდეგ? ის რაღაცას ხვდება. წკმუტუნს იწყებს და ხვდება, რომ გინდა თავიდან მოიშორო. აი ასე უნდა მოექცე მტერსაც, შეუპოვრად. სწორედ ასე უნდა მოექცეთ თქვენს მტერს, შეუპოვარი უნდა იყოთ. უნდა აჩვენო შენი შეუპოვრობა, რომ გინდა შენს ცხოვრებაში ღმერთის სასუფეველი წარმოჩინდეს, შენს ოჯახში, შენს გარემოცვაში. ამინ.
გახსოვდეთ, რომ ჩვენ მეტად უფრო მტკიცენი და თავდაჯერებულნი უნდა ვიყოთ ჩვენი თავისუფლების გამოყენებაში, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე ჩვენს გასანადგურებლად. არასოდეს დამავიწყდება ერთი ღმერთის კაცი, არაჩვეულებრივი მისიონერი მექსიკაში, რომელიც ჩვენს ეკლესიაში მოვიდა საქადაგებლად. ის ძირითადად მთებში შეფენილ ინდიელთა პატარა სოფლებში შრომობდა. და მისი გუნდის მსახურების შედეგად ამ სოფლების თითქმის ყველა მოსახლე ქრისტიანი გახდა. ერთ დღამეს იგი სოფლის მაცხოვრებლებმა გააღვიძეს, უთხრეს, რომ ერთ ცოლ-ქმარს, რომელიც მათ ეკლესიაში დადიოდა, შვილი გარდაეცვალა. ოჯახის წევრები თხოვდნენ მისიონერს მათთან მისულიყო და ელოცა. ის მაშინვე ადგა და წავიდა, მივიდა, სიკვდილის სულს უბრძანა, ბავშვის სხეული დაეტოვებინა. რამდენიმე წუთში პატარამ ხველებაც ემინება და სუნთქვა დაიწყო. ბავშვის სიცოცხლეს დაუბრუნდა, ყველაზე იმობდა, მან თქვა, ახლა წავალ დავიძინებ. ცოტა ხანში მის კარებზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა, ბავშვი მოკვდა აცნობეს, მისიონერი კვლავ წამოდგა, შერისხა სიკვდილის სული და ბავშვი გააცოცხლა. იმ საღამოს ამ ღმერთის კაცმა გვითხრა, რომ ის ბავშვი 16-ჯერ გააცოცხლა და სიკვდილის სული განდევნა ამ ბავშვისაგან. მისიონერი ამბობდა, რომ იმ ღამეს ბავშვი 16-ჯერ გააცოცხლა. მანამ შეეწინააღმდეგა სიკვდილი, სანამ არ გაშორდა ბავშვს. 16-ჯერ. ამას შეუპოვარესული ქვია. აი საქმე რაშია, ხარ ეშმაკზე უფრო შეუპოვარი? იქნები მასზე უფრო შეუპოვარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ იარაღს ფლობ, ის კი არა. კარგი ქადაგებაა, ამინ. ხშირად მომისმენია ტრაგიკული ამბებიც. ადამიანები, რომლებიც დღეში, თვეში ან წელში კარგავენ იმას, რაც ღმერთისაგან მიიღეს. ყველაფერს კარგავენ. პირველი თესალონიკელთა მეხუთე თავის 21 მუხლი გვეუბნება, კეთილს ჩაეჭიდეთ. მოусმინეთ ამ სიტყვებს, კეთილს ჩაეჭიდეთ. კეთილს. ყოველ მორწმუნეს უნდა ახსოვდეს ეს სიტყვები და მტკიცედ უნდა იდგეს. ეს ჩემი ქრისტიანული ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ვისწავლე. ერთი წლის მორწმუნე ვიყავი და მეგობართან ერთად ეკლესიაში შევედი. მინდა გითხრათ, რომ მსგავს შეხვედრებზე სიარულს შეჩვეული ნამდვილად არ ვიყავი. მაშასე მივედი ამ მსახურებაზე, დავჯექი და ვუსმენ მომხსენებელს. უეცრად იგი ასეთ რაღაცას ამბობს. უფალი მიჩვენებს, რომ აქ არის პიროვნება, რომელსაც წელის ტკივილი აწუხებს. უკვე რამდენიმე წელია ეს გრძელდება და იგი წელის ქვედა ნაწილში გრძნობს ტკივილს, აი აქ. მივხვდი, ჩემზე ლაპარაკობდა. მაგრამ მრცხვენოდა ჩემი პრობლემის შესახებ სახალხოდ ლაპარაკი. გავიფიქრე, არ გავალ. მე კათოლიკურ ეკლესიაში წირვაზე ყოფნას ვიყავი ჩვეული, ასეთი რამეები ჩემთვის უცხო იყო. და ვფიქრობდი, არ გავალ, ხალხის წინ არ დავდგები. მაგრამ ვიცი, რომ ეს ქალი ჩემზე ლაპარაკობს, რადგან მთელი თინეიჯერობის პერიოდში წელის საშინელი ტკივილი მტანჯავდა. მახსოვს პირის გაპარსვის დროს წელი აი ასე მეკავა ხოლმე. გესმით? და ვფიქრობდი, მე არ გავალ. 10 წუთის შემდეგ მან თქვა, მაპატიეთ, მაგრამ უფალი თავს არ მანებებს, ვიღაცა ამ მსახურებაზე წელის ტკივილისგან უნდა განიკურნოს. შენ წელის ქვედა ნაწილში ტკივილები გაქვს და სულიწმინდა სურს იცოდე, რომ ღმერთს შენი განკურნება უნდა. გავიფიქრე, ღმერთო, რას გადამეკიდა თქო. ვიცოდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდა. ვიფიქრე, კარგი, გავალ თქო და გავედი. მსახურმა ქალმა და მისმა მეუღლემ ჩემთვის ილოცეს და იქვე განვიკურნე. გეუბნებით, ტკივილი განშორდა. ღმერთო, ეს საოცარია. მომდენო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვტკბებოდი წელის ტკივილის გარეშე ცხოვრებით. დიდებული რამ იყო. ახლა უკვე შემეძლო დავხრილიყავი კბილების გახეხვის ამ პირის გაპარშვის დროს. მადლობელი ვიყავი ღმერთისთვის. საოცარი იყო ეს მომწონდა. ოთახში მთვარის შუქი შემოდიოდა ერთი თვის შემდეგ საწოლში ვიწექი და დაძინებას ვაპირებდი. ოთახში მთვარის შუქი შემოდიოდა, უეცრად ჩემს ოთახში რაღაც შემოვიდა. იცით, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა. ვერ ვხედავდი, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი, ოთახში მთვარის სინათლე შემოდიოდა, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ბნელდებოდა. ამავდროულად შიშიც დამეუფლა. უეცრად, ისეთი წელის ტკივილი ვიგრძენი, რომელიც წლების მანძილზე მტანჯავდა და რომელიც უკვე 3 კვირა აღარ მიგრძნია. მართალია, ახალი მორწმუნე ვიყავი, მაგრამ საკმაოდ კარგად ვიცოდი ღვთის სიტყვა და მივხვდი, რომ ეს ჩემზე განხორციელებული შეტევა იყო. ვიცოდი, რაც ხდებოდა. ვიყვირე, სატანა 2 კვირის წინ განვიკურნე მსახურებაზე. ბიბლია ამბობს, რომ ქრისტეს ჭრილობებში მე განკურნებული ვარ. შენ ვეღარ დამტანჯავ ამ ტკივილებით. ამიტომ გიბრძანებ დატოვო ჩემი სხეული, ჩემი ოთახი და ჩემი ბინა ახლავე, იესოს სახელით. შიში და თანდასწრება გაქრა. ტკივილიც მათ გაჰყვა და ოთახში განათდა. მას შემდეგ წელის ტკივილს აღარასდროს შეუწუხები ვარ. გესმით ჩემი?
იესომ თქვა, გეპყრას რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვა შენი გვირგვინი, ეს არის გამოცხადების 3:11. მეფე იაკობის ახალი ვერსია ამბობს, გეჭიროს ის რაც გაქვს, ჩაეჭიდე მოცემულს. ვიყოთ შეუპოვარნი, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ის რაც ღმერთმა მოგვცა. ყველაზე სევდიანი ისტორია, რომელიც მახსენდება, ერთ კაცს უკავშირდება, რომელიც ერთ საღამოს მსახურებაზე სასწაულებრივად განიკურნა. ამ მსახურებაზე მე ვქადაგებდი. ეკლესიაში ბევრი ხალხი იყო და ამიტომ საერთო ლოცვით ვილოცე. ჩემს წინ დავინახე ერთი კაცი, რომელიც მუხლებზე იყო დამხობილი და ტიროდა, ეს იყო ძლიერი კაცი. აღმოჩნდა, რომ მან ზურგის რამოდენიმე ოპერაცია გადაიტანა. მთელი ცხოვრება მას ინვალიდად დარჩენა ემუქრებოდა, ის ქრონიკულ ტკივილებში ცხოვრობდა, მაგრამ იმ ღამეს ქრისტემის განკურნა. იმ ღამეს სრულიად განიკურნა, მახსოვს ეს კაცი რამოდენიმე კვირის შემდეგ ვნახე, სახე უღიმო და სიცოცხლით იყო აღსილი და ამოწმებდა იმ განკურნების და თავისუფლების შესახებ, რომელიც უფლისაგან მიიღო. ერთი წლის შემდეგ ისე ვნახე ის კაცი, მაგრამ მას სახე აღარ უღიმოდა. მივუახლოვდი და ვკითხე თუ როგორ იყო, მითხრა რომ ტკივილები დაუბრუნდა. იგი აჩქვეს აყენებდა მიღებული განკურნების სინამდვილეს. ის ცდილობდა დავერწმუნებინო, რომ ღმერთი ამ ტკივილების მეშვეობით წვრთნიდა მას. შევეცადე მისთვის ამეხსნა, რას ნიშნავს გეპყრას რაც გაქვს. ეს კაცი მართლაც ბრწყინვალე ადამიანია, ბრწყინვალე მამა და მეუღლეა, მაგრამ სამწუხაროდ კლავის ტვირთი დააქვს, რომლისაგანაც ქრისტემ დიდი საფასურის გადახდით გაათავისუფლა. ტრაგიკულია ის, რომ აქედან გამომდინარე ახალი თეოლოგია იქმნება. ხედავთ ამას. უნდა ჩაეჭიდო იმას, რაც იესომ მოგვცა. დამღალა ამ ადამიანების ყურებამ, რომლებიც ნამდვილად განიკურნენ, ხოლო 3 კვირის 3 თვის შემდეგ ავადმყოფობა უკან უბრუნდებათ. ამინ. მტერს მტკიცეთ უნდა შეეწინააღმდეგოთ, ყველამ თქვას მტკიცეთ. შეუძლებელია არ მიიღოთ. ღმერთის ნებაა, რომ ყოველთვის იმარჯვებდეთ. იაკობის 4:7-ში ვკითხულობთ, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა ის თქვენგან. არ წერია შესაძლებელია გაიქცეს თქვენგან, უნდა იცოდე, რომ მტერ შენი ეშინია. როდესაც ის შენ გიყურებს, ის იმას არ ხედავს, რასაც შენი მეგობრები, ის ხედავს ქრისტეს. შენ ქრისტეს სხეული ხარ, ღმერთის ცხებული შვილი. შეგიძლია თქვა ამინ. ბევრი ჩვენგანი შეცდა სატანის მიერ შემოგდებული ხრიკით. წმინდა წერილის თანახმად შეუძლებელია არ მიიღო კურთხევა და გათავისუფლება ღმერთისაგან თუ გწამს და ეწინააღმდეგები ბნელეთის ძალებს. ეს შესაძლებელია იყოს ფინანსების, სიბრძნის, ჯანმრთელობის, ბიზნესის, მსახურების სფერო, ან უფრო მნიშვნელოვანი რამ, სხვების დახმარების უნარი. თუ სულის מחვილით იბრძოლებ იესოს მსგავსად ყველა მტერზე გაიმარჯვებ. ბოლო გაფრთხილება. მინდა იმ ორი უკიდურესობის შესახებ გავამახვილო ყურადღება, რომელიც ქრისტეს სხეულში დავინახე. პირველი უკიდურესობა ყოველი ბუჩქის უკან ეშმაკის დანახვაში მდგომარეობს. ამ უკიდურესობაში ჩავარდნილი ადამიანები იმდენად ბევრს ფიქრობენ ეშმაკზე, რომ მზერა მოწყვეტეს უფალს. ჩვენი მზერა უნდა იყოს იესოზე მიპყრობილი, ის არის სრულმყოფი ჩვენი რწმენისა. აი ასე ვფიქრობ და ასე ვცხოვრობ. ჩემი მზერა ქრისტეზეა და თუ გზაზე ეშმაკი გადამეღობება, შევეწინააღმდეგები და მზერას კვლავ იესოს მივაპყრობ. ნუ გახდები ერთი იმათთაგანი, რომელთაც ყოველი კარის უკან ეშმაკი ელანდებათ. მეორე უკიდურესობა გიყვარდეს ღმერთი, მაგრამ მტრის სრულ იგნორირებას აკეთებდე. ისინი ფიქრობენ, თუ ეშმაკს ყურადღებას არ მიაქცევ, თავს დამანებებს. ეს ტყუილია, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამა თუ იმ საკითხს ქრისტეს სახელით არ შევეწინააღმდეგებით, ის არ შეიცვლება. გავიმეორო? თუ ამა თუ იმ საკითხს ქრისტეს სახელით არ შევეწინააღმდეგებით, ეს საკითხი არ შეიცვლება. უნდა შეეწინააღმდეგო მას. ამინ. ბოლოს იაკობი ამბობს, იფხიზლეთ და იყავით მღვიძარენი. რას ნიშნავს იფხიზლეთ? ეს ნიშნავს სერიოზულობას, სახაზრზე ყოფნას, ფხიზლად ყოფნას. ბერძნულად ის გამოითქმის როგორც ნეფო, რომელიც ღვინით მთვრალობის ანტონიმია. ეს ჯანსაღ გონებაზე სახაზრზე ყოფნას ნიშნავს. იცით რომ მთვრალი ადამიანების ცემა ადვილია? არ დამავიწყდება, მაშინ ჯერ კიდევ მორწმუნე არ ვიყავი. ერთ-ერთ წვეულების დროს ჩემმა ორმა მეგობარმა გოგოს გამოიჩხუბა. შეგახსენებთ, ეს ქვეყნიერებაზე ყოფნის დროს მოხდა. ქრისტიანები ასე არ აკეთებენ. არ დამავიწყდება, ერთი ბიჭი მეორეს უხეშად მოეპყრო და ის, რომელმაც ცემა ფხიზელი იყო. მეორე კი მთვრალი იყო. სხვა დროს ჩემ მთვრალ მეგობარს ადვილად შეეძლო მეორე ფხიზელი მეგობრის ცემა, მაგრამ რადგანაც ძალიან დათვრა, კარგა გვარიანადაც მოხვდა. როცა მთვრალი ხარ, კარგად ვერ იბრძოლებ. არ ამგონია, რომ პეტრე აქ ღვინოზე ან რომელიმე ალკოჰოლურ სასმელზე საუბრობდეს, მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნიერებით გამოწვეულ სიმთვრალეზე ლაპარაკობს.
არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნიერებით თვრებიან და იწამლებიან. ნებისმიერი საკითხი შეიძლება აღმოჩნდეს მომწამლავი. შეიძლება ფეხბურთის მატჩი, სამსახური, ბიზნესი, საწინააღმდეგო სქესი, სპორტი, ჰობი, სოციალური ქსელი, ნებისმიერი რამ, საიდანაც უფრო მეტ კმაყოფილებას ვიღებთ ვიდრე ღმერთისაგან. იესო უნდა იყოს ჩვენი პირველი სიყვარული და კმაყოფილება. ღმერთის სულით უნდა დავითვრეთ. აი ამიტომ წერდა პავლე, ნუ დაითვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით. სათანადო ბალანსის შენარჩუნებისათვის ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი ყველაფერს ჩვენი კეთილდღეობისათვის გვაძლევს. რა თქმა უნდა დავტყვეთ სუფთა გარემოთი, სპორტული შეჯიბრებებით, საკვებით, ბუნებით და ასე შემდეგ. პრობლემა მაშინ არის, როდესაც ამ ყველაფრით ვთვრებით, გესმით რას ვამბობ? ბიბლია გვეუბნება, რომ მღვიძარენი უნდა ვიყოთ. ჩვენს მსჯელობაში მღვიძარეობას განვიხილავთ, როგორც შესაძლო სირთულეებისა და განსაცდელების მიმართ ყურადღებით ყოფნას. ერთ-ერთი წყარო ამას ისე განმარტავს, როგორც გამუდმებით მღვიძარედ ყოფნას, უძილოდ ფხიზლად დარჩენას. ვერ იქნები მღვიძარე თუ ფხიზელი არ ხარ, ვერ იქნები მღვიძარე თუ არ ფხიზლობ. ყურადღებით უნდა იყო ამ საკითხზე, მე წიგნშიც ვლაპარაკობ. წაიკითხეთ წიგნი და მიიღეთ სიბრძნე, რომელიც უფალმა მასში ჩადო. მიიღეთ რამე ამ გაკვეთილიდან. ამინ. შევხვდებით შემდეგ მეცადინეობაზე. მე-10 გაკვეთილზე იოსების ისტორია ნათელს ფენს იმას, თუ როგორ უწყობენ ხელს სირთულეების სიმწიფეში შესვლას, რომელიც მეფობისათვის არის საჭირო და როგორ ამოწმებენ ისინი ჩვენს რწმენას, რომ ღმერთი ყოველთვის ერთგულია.